მიპატიეთ ქალბატონო, წეგან ხურდის მოცემა დაგავიწყდათ. მიპატიებია. მოხვედი? ჰა. ხოჭდა გეხმარ. ქერათმა რატო გაქვს ფლაშზე? არ ვიცი, ალბათ ავტობუსში გავყვა. იქნებ შენი მდივნისარი. არა, კაცო, მაგ დროს ვიხდი ხოლმე. მაგ დროს ვისაც ვია ფლაში. აერთული მომეწონა და კვება რამდენჯერადია? გენაცვალე, ჩვენ დილით მოგცემთ საჭმელს. თქვენ რამდენჯერაც გინდათ, იმდენჯერ ჭამეთ. დამიჯერეთ ბატონო. დამიჯერეთ რომ თქვენს დაავადებას მე ვერ მოვარჩენ. ვერც მე და ვერც ვერავინ სხვა, იმიტომ რომ ეს არის მემკვიდრეობითი დაავადება. ხო და მაშინ ფული ჩემმა წინაპრებმა გადაიხადონ. მოიწონთ. უკაცრავად. გოგო გუშინ ავტობუსში რო ავედი, სამი ბიჭი ერთდროულად წამოდგა და ადგილი დამითმო. მერე დაეტიე? მამ, ტრანსვესტი რას ნიშნავს? ტრანსვესტი? ხო. რავი შვილო, ეგ ბიზა შენს კითხე, თეონას. ლივს დავაცინე. ერთი წამით გავძრები უკაცრავად. გოგო, ისე იცი რა მიყვარს? ესე მაღალ საწოლზე რატო აწვენ ბავშვს? რატო და გადმოვარდნისას ხმა რო კარგად გავიგონოთ. თორე ისეთი ღრმაძილი გვაქვს მე და ჩემ ქმარს რომ დილამდე ვერ გავიგონოთ. მაღლან გვარდება ესეთი ძლიერი ხმა. მე ვიძები. ძალიან გამეხარდა რომ როგორც იქნა მოახერხეთ შეხვედრა. ეს კრაბის სალათია? ხო, რა, კრაბი არ შევკვეთეთ? ერთი წამით. დიახ. ეს კრაბის სალათია? დიახ. და კრაბები რატო არ არის? რა ვიცი, ბერძნულ სალათში ბერძნები არის ხოლმე? თქვენი ბილეთი თუ შეიძლება. ეს კონტროლიორი ისე მიყურებდა, გეგონება ბილეთი არ მქონდა აღებული. აი, ბილეთი? არა, გოგო, ბილეთი არ ამიღია, მაგრამ ხო ისე ვიჯექი და ხო ისე ვიყურებოდი, თითქოს ბილეთი მქონდა აღებული.
დაგიბარეთ, იცით? მაინტერესებს, იაპონური მართლა იცით? დიახ, რა თქმა უნდა. სამსახურში სანამ ამიყვანდი, ცივიშიც მეწერა. უბრალოდ თქვენი CV მკერდის ზომის შემდეგ აღარ წამიკითხავს. ამ ავტომობილს აქვს 8 აირბალიში და ნავიგაციის უახლესი სისტემა. გასაგებია, ამ ავტომობილს ვიყიდი ახლა მე და ნაწილებსაც შევუკვეთავ და რა ნაწილებს ბატონო უახლესი მოდელია, არაფრის გაკეთება არ დაგჭირდებათ. ეცი ჩემი ცოლისთვის ვყიდულობ და სანამ ჩამოვა დამიჯერე დამჭირდება. დედამ ჩვეულებრივი ჭურჭლის შელეთი 50 თებში გარეცხა. შვილმა კი იგივე დროში 100 თებში. სუპერფიტკინი 100 თებში წუთში. რა სჭამენ ამდენს ეს დედა რა არის? კიდევ გაწუხებთ რამე? არა ექიმო, ახლა მინდა რომ მაკოცოთ. არ შემიძლია. ჩვენ ექიმებს ჩვენი სამედიცინო ეთიკა გვაქვს, რომელიც პაციენტის კოცნას გვიგრძელავს და საერთოდ თქვენთან დაწოლაც არ იყოს სწორი. ლეიტენანტი აფხაზავა, თქვენ წესების დარღვევით მოძრაობდით, თქვენი საბუთები თუ შეიძლება, უნდა დაგაჯარიმოთ. იცით რა, მე პატრული მყავს ძმა და იქნებ მაპატიოთ რა. არა, სამწუხაროდ, კანონია. იცით რა, მე არასოდეს არ დამირღვევია, საერთოდ არ ვარღვევ, იმიტომ რომ ძმა მყავს პატრული და უმხილდები ყველაფერს ამას და იქნებ მაპატიოთ. მესმის ბატონო, გასაგებია, მაგრამ კანონი ყველასთვის თანასწორია. ამიტომ ვერაფრით დაგეხმარებით, უნდა გამოგიწევთ. ანუ თქვენთვის ძმა და თანამშრომელი არაფერს არ ნიშნავს, ანუ არ არსებობს? ბატონო, ხო გითხარით, ჩვენ კანონი გვიგრძალავს. დაარღვიეთ, ამიტომ უნდა გამოგიწეროთ ჯარიმა. მოხვალ შენ სახში, ლეიტენანტ აფხაზავა. მე მგონი გავსუქთ და თან დავბერდი. გიხოცები რამე კომპლიმენტი მითხარი, რომ ცოტა დავშვიდდე. ძვირფასო. დღეს შესანიშნავად აღიქვა მოვლენებს. გოგონი, რეზერვატივი გააქვთ? დიახ. წავედით. გოგონი, იცით, ძალიან კარგი ხარისხის თეთრეული მინდა, ძალიან იაფად. ძალიან კარგი ხარისხის იაფად? კი. მეც. და თუ სად მოიპოვოთ, აუცილებლად გამოგებინოთ. ჩვენი მოფერების და ჩახუტების ამბავში ყველა მართალკაც გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ბიჭო, შენთვის ყველაზე მაგარი გართობა რა არის? ნადირობა და ქალები. ვა. და რაზე ნადირობა? ქალებზე, რა თქმა უნდა.
გისმენთ? ქათამს შეწვა აკლია. ვაიმე. რაზე ატყობთ? რაზე ვატყობთ გოგონი? რაც ტყემალში ომბალო იყო სულ ამოკენკა. რასეძებ? შენ ხوارიცი სად შევინახე ჩემი ნემსი და ძაფი? არა არ მახსოვს. მე საერთოდ გამოჩერჩეწდი ამ ხელაკაცი. საერთოდ არაფერი აღარ გახსოვს რა. განცხადებაზე რა ქენით? მოკლედ, განცხადება დავბეჭდეთ, რომ დაიკარგა კოკერსფანიერის ძაღლი, პოლონელი დასაჩუქდება $5,000-ით. და ფოტოს გამოვაკარით. ხოჭა. აი ისა გაყიდვებიდან კოკას და ვაჭეს უთხარი შემოვიდნენ ჩემს. უი, არ არიან, გასულები არიან. გასულები არიან. კარგი, მაშინ ნინო ბუღალტერს უთხარი შემოვიდეს. ეგეც არ არის. კი, მაგრამ სად არის ეს ხალხი? იცით, ძაღლის მოსაძებნად არიან წასულები. კარგი, მაშინ შენ შემოვიდე. მე მიცით, აი ახლახანს დამირეკეს სახლიდან ბები ამყავს ძალიან ცუდად და ცოტა ხნით ვარ გასასვლელი. ოთახიც რა პატარა გქონია. ბრალდებულო, რით გააქარწყლებთ თქვენს მიმართ წაყენებულ ბრალდებებს? ბატონო მოსამართლე, ასე უცებ ვერ გიპასუხებთ. დრო მჭირდება მოსაფიქრებლად. კარგით. მაშინ 5 წელს გაძლევთ დროს მოსაფიქრებლად. ლიმონადს ხო არ იმებებთ? კი ბატონო. ოღონდ ერთი პირობით. ლოგინში სიგარეტს ვერ მოგაწევინებთ. ასეთი მთვრალი ვიყავი გუშინ. კი, დამთვრალი ვიყავი. ლოჯშიც დამტრეულია ყველაფერი. კი, ლოჯშიც. აუ, მეზობლებმაც გაიგეს. აბა რა. და ეს ლუდი საიდან? ეს ლუდი დედამ ამოგიტანა დღეს დილით. დედამ? ხო, სანამ სამსახურში წავიდო და დილით ამოგიტანა დედამ. და რატო? რატო და წუხელ სანამ დაიძინებდი ტანსაცმელს რომ ხდიდით მე და დედა შენ ყვიროდი ხელი გამიშვით ნუ მხდით ტანსაცმელს ცოლიანი ვარ და აი დედა მომიგდა გისმენთ. შესაძლებელია თქვენ ბანკში ფული შევინახო და მილიონერი გახვდე. დიახ, შესაძლებელია. თუ მილიარდელი ხართ კი.
ექიმო, ძალიან უცნაური პრობლემა მაქვს. ისმენთ? იცით რა არის? აი ტვინში სადღაც აი აქ პატარა ადამიანი მყავს და სულ იგინება. და ვისაგინებს ხოლმე? ხან ვის. გასაგებია. ჩვენთვის ფსიქიატრებისთვის საკმაოდ ნაცნობი პრობლემაა. და ამის კურნალობა $1000 დაგიჯდებათ. $1000? დიახ. აი ექიმო, თქვენს გახსენებთ უკვე. უკაცრავად. შეგიძლიათ ერთი წუთით რომ გამიღიმოთ? გაგიღიმოთ? და რატომ? იცით, ჩემი ცოლი დავკარგე და რომ გამიღიმებთ, იმ წუთშივე გამოჩნდება. აი, გამოჩნდა. მადლობა. უკაცრავად. ბოდიში. ეს უკვე ამიწონეთ რა. კი ბატონო. და სანდუა. კი, როგორ არა ბატონო? მთელი ზაფხული ჩემი ოჯახი ამას ჭამდა კაცო. რასა? აი? ორი წელია რაც ქვრივი ვარ და ერთი 20 ჯერ მაინც ვუღალატე ჩემ ქმარს. საწყალი ალბათ საფლავში ტრიალებს. მე კიდე 10 წლის ქვრივი ვარ და ერთხელაც არ ვიღალატია ჩემი ქმრისთვის. გაგიჟდი გოგო? ერთხელ მაინც ვუღალატე, თორე ნაწოლები გაუჩნდება კაცს. ატლანტა, პარმა, აძინ, იქსი. მამი. კაკასიონი სად არის? არ ვიცი შვილო, დედაშენს კითხე გინახავს ხოლმე ყველაფერს. დედა, ეგარია. ძილის წამალი გექნებათ. იცით, ძილის წამალი სამწუხაროდ გაგვითავდა, მაგრამ შემიძლია ფაღარაც რომ იწვევს ის წამალი შემოგთავაზოთ. და ეგ რა მინდა? რა ვიცი, თუ არ გეძინება, მთელი ღამე გაერთობით მაინც. მოზილე. დუბეში მყავს. გამოდი. ბიჭო, შენი ცოლი საფრანგეთში ნამყოფია? არა. აბა, აქ ისწავლა?